მე სულხან-საბა ვარ, ეს ვიდეო კი არის იმათთვის, ვინც ცდილობს გახდეს სპეციალისტი. როდესაც ვასრულებ ჩემს სამუშაოებს, ყოველთვის ვაკრავ სერტიფიკატს ან ლიცენზიას. ეს ჩემი სიამაყე სასტუმროების ქსელი არეა პარკია ბაკურიანში. შეიძლება ბევრი თქვენგანი ყოფილა ამ სასტუმროებში. დიახ, ეს სასტუმროები ჩემი შესრულებულია. პროფესიონალ გუნდთან ერთად 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშენებლობის დაწყების დღიდან დასრულებამდე შევასრულეთ ელექტრობა სრული თავისი შიგთავსით, რასაც ქვია ელექტრობა, ასევე ინტერნეტი და სახანძრო უსაფრთხოების დაგსერვითი სამუშაოები. არეა პარკში მუშაობა ეს იყო სირთულეებთან გამკლავება, პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რამაც სამომავლოდ გზა გაგვიხსნა და ხელი შეგვიწყო სამშენებლო საქმიანობაში. დიახ, ზუსტად არეა პარკიდან დაიწყო ჩვენი სამშენებლო მოღვაწეობა კონკრეტულად ბაკურიანში. ზუსტად არეა პარკი იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი ბაკურიანში, თუ ვინმე სურდა ჩვენთან თანამშრომლობა. დიახ, ჩვენ ვიშველიებდით არეა პარკს, რომ ის იყო ჩემი შესრულებული, ჩემი გუნდის შესრულებული და ამას ჩვენ აქტიურად ვიყენებდით. 150-ზე მეტი საცხოვრებელ ტურისტული აპარტამენტის ელექტროფიკაცია, სრული ელექტროფიკაცია, ძალოვანი კაბელიდან დაბალი კვეთის სადენებით დასრულებული, ძალოვანი ტრანსფორმატორიდან და მრიცხველიდან დაწყებული ნათურის ჩათვლით სრული ელექტროფიკაცია და ასევე ინტერნეტის დაგსელვა და სახანძრო უსაფრთხოება. როდესაც წარმატებით დავასრულეთ 3-ვე სასტუმროს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, არეა პარკის ხელმძღვანელობამ პირადად მე შემომთავაზა ახალი პროექტი, ეს იყო მათივე სახელობის არეა 26-ის რესტორნის სრული ელექტროფიკაცია, რომელიც უკვე დაწყებული იყო კარკასი, მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი, თუმცა იყო დროის პრობლემა, მოკლე ვადებში უნდა მომხდარიყო მისი ელექტროფიკაცია და შემდგომ სამუშაოების გაგრძელება, რათა 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო და 1 იანვარს უნდა შეხვედრო და გახსნილი რესტორანი. ეს იყო გამოწვევა და შანსიც. გამოწვევა იმიტომ, რომ იყო დროის სიმცირე, იყო დიდთოვლობა და ყინვა და ასევე ზოგი სამუშაოების თანმიმდევრობის დარღვევა. თუმცა იყო შანსი კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა ჩვენი პროფესიონალიზმი და არეას ხელმძღვანელებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე ვითხოვე 7 წუთი მოსაფიქრებლად და ჩემი პასუხი იყო, როგორც მახსოვს, კოტე, 31 დეკემბერს შენი პასუხისმგებლობა არის ფული, ხოლო ჩემი პასუხისმგებლობა იქნება შუქი. გამოვართვი ელექტროპროექტი კოტეს და სამუშაო დარბაზში პირდაპირ ბოძზე გავაკარეთ. ვიხელმძღვანელეთ ამ პროექტი და დავიწყეთ გაუჩერებელი სამუშაოები 24 საათიანი გრაფიკით. იყო სირთულეებიც, გადაღლაც, ქაოსიც, იყო სიცილიც, იუმორიც, ძილი, უძილობა, გვერდით დგომა, მეგობრობა და მოვიდა 30 დეკემბერი და ჩვენ ამ მდგომარეობაში გადაღლილ განადგურებულები. და ჩვენ შევძელით 2019 წლის 31 დეკემბრის 11 საათზე არეა 26 რესტორანი მთელი თავისი შემადგენლობით გაეშვა და დაიწყო ფუნქციონირება. 12 საათიდან კი უკვე დაიწყო სტუმრების მიღებაც. ჩვენ დაღლილები, თუმცა გამარჯვებულები წავედით საკუთარი ახალი წლის შესახვედრად.